მოგესალმებით ზამთრის ამ სუსხიან დღეს და ვეცდებით მიმდინარე კვირის პრესის მიმოხილვით გაგითბოთ გულები ირაკლი კაკავაძე. ლაბაძე ირაკლი ვახტანგიშვილი და მე გიორგი ჭამა. დაიცა აქ მინდა შევჩერდე. 12 დეკემბერია. თუ არა? მერე? ჰა? მერე? დაიწყე. რა ლამაზი დღეა. რა ნათელი დღეა. არ ეთყობა მაგრა. ვერ შეატყობ მაგრამ დღეს გიორგის დაბადების დღეა. გილოცა ბიჭო და რამდენი წლის გახდი გიორგი? და ყველამ თითო გაზეთი. აი ეს ჩემგან ვერაფერი ვერ ვიპოვეში. აი ეს ჩემგან გიორგი და ძიბეში ჩაკუჭო გაზეთი. რამდენი შეიქმენი? ალბათ სახსენებელი 37-ს. 37-ის რატომ გონია რომ მე შენზე პატარა ვარ? იმიტომ რომ გული არ ბერდება. სატყრი პურმარილს. ეს ხო არის უკვე იმასაც ვარ და არ გამბოვა რა. არა ხო? შაბათს სად მოვიდეთ? შაბათს ცოტა ისეთი ამინდი იქნება. რო სახში ჯობია შენთან. კვირას რას შვებით გიორგი? არ შეეშო. კვირას ვიღას ემახსოვრებს. ჩვენ არ უნდა გვეჩუქებინა ის გაზეთი. ესე ჩაიფრინა 37-ზე. ისე 38-ის მოლოდიში. არ გიყვარს ხო შენი დაბადების დღე? არა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ის არის. ბავშვობაშივე მივხვდი რომ სიყალბე არის დაბადების დღე. ფარსია რა და რა. რა არის? არ გადაგიხდი არასოდეს საიდანვე. სხვის დაბადების დღე. არა, ბავშვობაში ხო უხდიდნენ. ხომ რა ბავშვობაში მამის ძმაკაცები უხდიდნენ, ეიფობდნენ და ეხლა ნუ არ უყვარს, არც თავისი დაბადების დღე უყვარს, არც ხვისი მაშინ ასაკზე ვილაპარაკოთ, რამენერად ხვდები, რომ ცოტა დაბერდი. კი, ყუა მომემატა. ჭკუა და სახსრების ტკივილი მომემატა. ასე გაზეთში ჟურნალი ვიპოვე. აუ ზოგს რა ბედი აქვს. ეხმძიმეთ იყოს გაზეთი. ფაქტიურად საკეისრო გაუკეთე. შვენიერი ჟურნალი დააგდო. გამოიზრდება 38-ის გახდება და იტყვის მე არ მიყვარს დაბადები. გიორგი, შენ ხო ეკონომისტი ხარ თუ რაღაც ეგეთი. ლარის კურსზე გითხარი რამე, რა ვქნათ ეს ურიცხვი დოლარები გადავახურდავოთ ლარში, ევროში გადავიტანოთ, რა ვქნათ? ურიცხვი მაინც რამდენი? ნუ 20. უმაინც დამაინც ჯამაჯინდი. 20 მილიონი. მართლა, რა გველის? გამყარდება ისევ ლარი? ლარი კი არ გაუფასო და დოლარი გამყარდა. რა მაინტერესებს ცი? ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ესეთი რამე შეიძლება რომ თქვათ ლარი არ გამყარდეს და თეთრები გამყარდეს. კონკრეტულად 20 თეთრიანი. 20 თეთრიანმა რომ გაასროს ლარიად. შეიძლება. ანუ ეხლა მთელი შენი 20 მილიონი რომ 20 თეთრიანებში გადაიტანო გინდა? სხვათა შორის ხდება ხოლმე ეგრე. თუ ქაღალდის ფული ისე გაუფასურდა რომ ჯართის ფასმა გაასწრო. სერიოზულად, ბევრ ქვეყანაში მომხდარა. ან ვირუსი თუ არის რაღაცა რომ ფულით გადადის. ხო. ქაღალდის ფულით. და რკინა არ იკარებს? ტორკინას რა დადებ გაზზე გამოწრთობ. დეზინფექციას გაუკეთებ და ეგ არის? მართლა სადამდე აიწევს ან დაიწევს მითხარი რა. დაიწია უკვე, დაიწყო ლარმა. კიდე დაიწევს? არ ვიცი, მაგრამ დაუბრუნდება პირველ ნიშნულს. ვიცი მე შენ რამდენი დოლარიც გაქვს დაახლოებით და არა გაქვს სანერვიო. ეგეთი მაქსამლარს რა შეიძლება და კარგო მე მოგწევ. ნახე, ტელეკომპანია კავკასიაში გაჩნდა ხანძარი. არ გადამრიო. სტუდიის ერთ ნაწილს გაუჩნდა ხანძარი და ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. ცეცხლი დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. 20 კვადრატულს? ო, გადამწვარა მთელი ტელევიზია. ანუ მარტო კავკასიას არა, კიდე რაღაცა. სხვა არხებზეც გადასულა. კი, მოიცა გითხრა, დამწვარია კარადა.
ეგ ის კარადაა, რომლიდანაც მიყავდა გადაცემა. რომლიდანაც იღებდა. ევაკუაცია საჭირო არ გახდა თანამშრომლების. უბრალოდ კარადა გადმოაგდეს ხო? და ადგილზე სახანძრო სამსახურის 9 ბრიგადა იქნა გაგზავნილი. სახალისოდ გაუშვეს ის 9 ბრიგადა. თავიდან ერთი მივიდა და დარეკა ყველანი აქ. 9 კვადრატულ მეტრზე. თუ 20 კვადრატულ მეტრზე 9 ბრიგადა ვერც ერთნაირად ვერ დაეტევა. ყოლა რიგრიგობით თან არ დაგავწეს რომ კარადაც იდგა. თან მანდიქრებოდა რა ყველანი აქ მოდით ნახე რა ხდება არ ჩააქ რომ მოვდივარ. გეი კლუბი იხსნება თბილისში ერთი გაზეთი წერს ოღონ როგორ წერს ნახე. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისში პირველი ოფიციალური გეი კლუბი ანუ მარტივად რო ვთქვათ გეი კლუბზე მარტივად როგორ შეიძლება და მარტივად როგორ ამოს მარტივად რო ვთქვათ სოდომ გომორული ცოდვით შეპყრობილ ალქაჯთა თავში ბავშვებისგან გადაღლილი დედა დასასვენებლად ციხეში ჩაჯდა. ყველა მერზე დანახმა იყო. და დააჯარიმეს 40 ევროთი. და გამოაგდეს ციხიდან? არა, უფრო სწორად რაღაცა დააშავა და 3 თვით ციხეში ჩაჯდა 40 ევროს არ გადავიხდი. ოღონ ეს ბავშვები არ დამანახოთ 3 თვით. მაგ თემას გავაგზავნებ. ნახე, ქალები მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ნერვიულობის გამო 5 წელიწადს ხარჯავენ და ნერვიულობაში? ხო. მეტი საქმეა რა. ეს 5 წელი რო გაგითავდება რაშე, ვეღარ ნერვიულო? ლიმიტი ამოგეწურათ. ხოჩი აბსოლუტ ბალანსი. გააგზელებთ ნერვიულობას თუ ნერვიულობა ფიფკი ძიეს. ჩარიცხავ და მე ნერვიული. ცრემლი გიშრება მე და ის. მაგარი წინადადება. და უასწროდ გეცინება. ხო, იმ სახეს ვეღარ იყო. გეცინება. და ბედნიერი ხო, ამ სახეს ვეღარ აკეთებ და ეს ნერვიული. ბულგარელმა ტაქსისტმა თავის საყვარელ მომღერალს ტინა ივანოვის ავტომობილის სალონში დარჩენილი ხელჩანთა დაუბრუნა, რომელშიც დაახლოებით 3000 აშშ დოლარი და პირადი საბუთები ელაგა. და აბა თუ გამოიცნობთ, რითი გადაუხადა ამ ქალბატონმა ტაქსისტს, მადლიერების ნიშნად რა გადასცა. ის რასაც ყველა ფიქრობს ახლა? არა, გადასცა. არა, ხო შეიძლება გადასცე და სიფილისი გადასცა. გადასცე. როი ხმალ დამიბრუნეოთ. მინდა მის მიმართ ძალიან გულთბილი დამოკიდებულება გამოვხატო და საჩუქრად ჩემი პირადი კოლექციიდან 2 ტრუსი ვაჩუქო. ეს ზამთრის და ზაფხული. აი, 2 ნახმარი ტრუსი. მაგ ფასად საბურთალოზე არ გაგიყვანს აქედან ქართული ტაქსი. შეხო ტაქსებით დადიხარ. გამერო დაგჩეს ტაქსში, შენი ტრუსი უნდა გადასცე რომ 2 წელი. 2 წელი უდიდესი რაღაცა. მანქანას რო გადააფაროს. სეტყვის დროს. გადააფაროს და პოტში შეიყო. რაღაც უცნაური გვერდია, ნახე, რაღაც სკანდალური რაღაცეებია და აი ეს რაღაცეებია, რა სიტყვაზე. თვალების ჯანმრთელობა, ინტელექტზე აისახება და მე რაღაც ის არის, მე აქ რაღაც ბრიტანელებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოსკა გამოიგონეს ესეთი და აი ამ გვერდზე არის უცბად ეს ბრავოს გამარჯვებული ოთო ნემსაძე ბინას ქირით ეძებს. ეგ მე გონი განცხადება. ეძებ ბინას. სკანდალური, იცი რატო შეიძლება იყოს ეს? იმიტომ რომ ბრავოში ეტყობა ბინა უნდა მიეცათ. მოიცა. და არ მიცეს და არა, არც ეგრე არ არის. სანამ ის დაუმთავრებსო ბათუმშიო ბინასო, მანამდე ეს ეძებსო თბილისშიო და ფასიც არის მით ჩაწყობილი აქ რა. და მე წასასვლელია ბათუმში უკვე. იქირავებს ყვილა ხო? ნახე, რა საინტერესოა, არსებობს მცენარე, რომელსაც ცხრის მოკლა და შეჭმა შეუძლია. და მას ჩაქაფულის მოყვარული მცენარე ქვია. ო საქართველოში უკვე ამ მცენარის რანაირ ისახეობა იცი, ხო მოკლავს ამას. მცენარეს ტარხუნას ეძახიან. არა, ჩამოატყავებს. თავისივე ტოტოზე კიდებს. და მეორეთი ჩამოატყავს. ესე ჩაქნის ქვაფში. თან როგორ რო ატყავებს, თან
კონს არ აყოლებს. იცის რა. ჯერ დაიჭერს ეკლესიასთან მიადროს. მე იქიწყებს იმარა. მეორე მცენარია ამ დროს სანამ ეს ამას აკეთებს ის ღვინოზე გარბის. მე ზარმაცი მცენარია უბრალოდ დგას და იფ. ასე აკეთებს ტოტები. ტოტები აშრიალებს ეს. მაგარი ამბავი ნახე. დიდი ხნის წინ გარდაცვლილი სკოლის დირექტორი ბავშვებს დღემდე ამეცადება. ეს სიამბეში რა მომხდარა. ეს კაცი რუმინეთში იყო სკოლის დირექტორი. გრეგორი პოპესკუ. და დაიბარა რომ მოუკვდებიო, ჩემი ჩონჩხიო ბიოლოგიის კაბინეტში გადავიდა და ბავშვები ისწავლიანო ანატომიასა და 30 წელია, მას შემდეგ თუ 25 წელია ჩონჩხი, დირექტორის ჩონჩხი. უკიდიათ და თავიდან თურმე აპროტესტებდნენ, რომ არა ჰიგიენურიაო ცოცხალი ადამიანის ჩონჩხიო, მაგრამ მაგარია ეს. აქეთ კედელზე რო დირექტორის სურათი კიდია და იქით ჩონჩხი. ეს შეიძლება მიაზომო ჩონჩხის სურათი. ჩვენთანაც ხო დავნერგოთ. აი რაღაც თანამდებობის პირობებმა რო გადადგებიან ჩონჩხი დატოვოთ. მაგალითად სამინისტროში შედიხარ და ყველა წინა მინისტრის ჩონჩხია ჩამოკიდებული. ჩამოკიდებული არა. და იმდროინდელი მინისტრი ამაყაც რო გეუბნება დრომო და მეც აკვიკ. ეს მინისტრი მაშინ უნდა იყოს და ხელი უნდა ქონდეს გამოყოფილი. აცია მაყიდრო გაცნობენ ვისი ჩონჩხია რა. და რა მაინტერესებს? აი ხა რომ დაიბაროს თქვა ჯანელამ რომ მე რომ მოვკვდები ჩემი ჩონჩხი ჩამოკიდებ თქვა სეფერთილაძეების ოჯახში. და არ უნდა თქვა სეფერთილაძეების ოჯახს ამის ჩონჩხის ატანა. საიდან მოიდარეს სეფერთილაძე? ნუ თქვა კაკაბაძე. ისევ სეფერთელაძე. რა მინდოდა? აი ამ კონფლიქტის დროს რა ხდება? არაფერი კაცო. არა აქ იმას ჩემ დაბარებას კანონის ძალა რომ შეიტანონ. ეგ სეფერთელაძეების რა მაგას იბაროს მაშინ თუ ეგეთი ძალა უფლება დაიბაროს რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები ან რაღაცა. ჩემი ჩონჩხი შეიტანეთ სეფერთელაძეებთან რა. ჩონჩხი უბრალოდ შესატანი არ არის ვიდრე ტერიტორიების დაბრუნება. აი სოხუმსო დავიბრუნებთ მერიის თავზე დადგით ჩემი ჩონჩხი. მანამდე იყოს სეფერთელაძე. რო განიგამოგე, როდის დავიბრუნებ? შემიწლი ამის ყურე. პირველები რო ეწერებიან არმიაში. შეიძლება მაგათმა დაიბრუნოს ხო? რო გამრავლდებიან. კარ მოლაპარაკებებზე მაგათ გაუშვია და გაგვიგეთ რა. სურათს ჯერ სიცოცხლეში რა იყო? თუნდაც ერთი წლით. აი კარგი ამბავი. მიდი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ჩამოსული იყო თუ ისე თქვა. ჩამოსული იყო. ერთი ნაბიჯი დაგჭათო უვიზო მიმოსვლამ. მართლა? ეგ ოღონდ რომელი ძალიან დიდი ნაბიჯია. საბაჟოზე რო დგახარ წითელი სოლი რო. და რო გეუნებიან აპაპა. ეგეთი ნაბიჯი სულ გქონდა. არა. ერთი ნაბიჯი დაგჭათ, ოღონდ საბუთები არ გაქვს წესრიგში. ადრე ვიყავი ძალიან ახლოს და ეხლა ვარ ერთი ნაბიჯი. ფაქტიურად გადმოსულები ხართ იქნება შემდეგ. მე ავიღე. მიზა სხვაშორის უპრობლემო. სად მიდიხარ? საბერძნეთში. გადაწყვიტე მაინც რომ მოვარო ბავშვს კი არა მოხუც. ისეთი მე მგონი მოხუცი. პირიქით ეს არის მოსავლე. ისეთი მოხუცი მიპოვეს ზუარი ვერ. შენი ასაკი. ერთი თაობა ხარ გაუგებ. ხან ერთი მოულის, ხან მეორე. არა, წავალ ნახავ ცივილიზაციის აკვანს, მეც დავარწებ ცოტა. ეს მართალია? თუ მაიმუნობენ. Toyota წყალზე მომუშავე ძრავით. კი რაღაც დაანონსეს რომ 15 დეკემბრიდან გამოდის Toyota Sedan Mirai. $60,000 ეღირება და ერთადერთი რასაც ავტომობილი გადაადგილებისთვის მოიხმარს წყალია. და არავითარი გარემოს დამობინძურებელი ნივთიერებები არ გამოიყოფა.
ოღონდ წყალი უნდა ბევრი. 100 ტონა 1 კილომეტრს. რომ ნაკადმა წაიღოს. ტალღები. იმიტომ დააშენ ეს მტკვარი. ერთგვარი ნავია. ღვინოზე, ჩვენ გავაკეთეთ ღვინოზე მანქანა. კი. რაც გვაქვს იმას. ხო. გვინოზე და მაგნიტოფონიც არ უნდა, თვითონ იღიდი. უბრალოდ ერთი დღე ღვინოზეა და მეორე დილიდან ბორჯომზე. მეორე დილიდან ჯერ არაყი უნდა ჩაასხა ერთი და გადაქოქვის დროს. მე გაიტანს და ბორჯომი ან ხაში. აი ასე. სხვადასხვა რაღაცებზე რო, აი ვაშილზე. ვისაც რაზე გვინდა, ეგ ძალიან მაგარია. ვაშილზე. აი ესე ვაშილზე. გორიდან ძირითადად ვაშილზე წამოვა მანქანა. შენ მანქანა რო ვაშილზე ჩამ. და მარტო ყუნწებს როტო. ეგ არის ერთ-ერთი და არა ეკოლოგიური. და ყუნწებით შეჭამოს დაუცველი. ან ბალს კეფალზე რომ ფოთში კეფალზე მუშაობს. ფოთში რო კეფალზე მუშაობს. კეფალი უნდა ჩაასხა. და ხურავ იმას და მიდიხარ. რაც არ უნდა ჩამოთვალოთ დღეს დაბადების დღის გადახდას მაინც არ ვაპირებ. მარტო ტყემალზე მაინც. თან ისეთი საჩუქრები მაჩუქეთ, რომ ასე მშრალად ერთი კვირით გემშვიდობ.